28 რაკეტიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დღეს ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლეს მიზეზი გზამჭრელი რაკეტების დეფიციტია. ოკუპანტებმა ღამით კიევსა და კიევის ოლქზე მასირებული დარტყმები მიიტანეს, მათ შორის კასეტური ჭურვებითაც დაიღუპა 17 ადამიანი, ერთი დაბომბებს კიევში ემსხვერპლა, 16 ადამიანი კი ოლქის დასახლებებში დაიღუპა. სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საწყობები და საცხოვრებელი ბინები, მძიმე კადრები გავრცელდა ბროვარის დასახლებიდან, სადაც ლოგისტიკურ ცენტრზე დარტყმის ტალღამ რკინიგზის პლატფორმაც მოიცვა, სადაც ამ ცენტრის თანამშრომლები მატარებელს ელოდებოდნენ. ადგილზე 8 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა დარტყმებისთვის 4 ცირკონი, 24 ბალისტიკური რაკეტა და 115 მოიერიშე დრონი გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა მხოლოდ 98 შაჰედის ჩამოგდება შეძლეს. მასირებულ დარტყმებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც პარტნიორებს რუსული რაკეტების მოსაგერიებლად საბრძოლო მასალების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. ძალიან მძიმე შეტევა იყო 24 ბალისტიკური რაკეტით, 4 ცირკონით და 115 დრონით. მთავარი სამიზნეები იყო სამოქალაქო ბიზნესების კუთვნილი საწყობები. დარტყმები მიიტანეს ინფრასტრუქტურასა და რკინიგზაზე, ლუდის ქარხანა, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოჯისტიკური ობიექტები. მათ არაფერი აკავშირებთ ომთან. ბალისტიკური რაკეტის საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები არის ის, რასაც შეეძლო გადაერჩინა დღეს დაღუპულთა სიცოცხლე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს ესმოდეთ მათი მოწოდების დაყოვნება ან ანტიბალისტიკური სისტემების გადაცემისგან თავის შეკავება იწვევს ასეთ საშინელ მსხვერპლსა და ნგრევას. პარტნიორებს, რომლებიც არ არიან ჯერ მზად, აქტიური როლი ითამაშონ გზამჭრელი რაკეტების მოწოდებაში, შეუძლიათ დაგვეხმარონ ახალი სანქციების დაწესებით. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სანქციები დაწესებული. საჭიროა ახალი ნაბიჯები დიდი შვიდეულის, ევროკავშირის და ყველას მხრიდანაც მხარს უჭერს სიცოცხლის დაცვას. ივლისიდან მოყოლებული უკრაინულმა დრონებმა ვალდბერისის უმსხვილესი 15 ლოგისტიკური ცენტრიდან უკვე მე-14-ს დაარტყეს. თავდასხმა ტულის ოლქში, ქალაქ ალექსინში მდებარე საწყობზე განხორციელდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოყვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაშავდა 1 ადამიანი, ცეცხლი კი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ვალდბერისის საწყობებს უკრაინა ივლისის ბოლოდან უწყებს და კომპანიისთვის მიყენებული ზარალი 3 მილიარდი დოლარია. ბოლო დღების განმავლობაში მესამედ მიიტანეს უკრაინელებმა იერიში, ბაშკირეთში, უფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს ობიექტი ეკუთვნის კომპანია ბაშნეფს, რომელიც ჩრდილოეთ სამრეწველო ზონაში 3 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს. სამივე ობიექტი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და ერთიან კომპლექსს ქმნიან, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია. სამივე ქარხნის წარმოების მოცულობა წელიწადში 23,5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობია. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. დონალდ ტრამპი პროგრესზე საუბრობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ან ირანი თუ კვლავ უკან დაიხევს, ეს ძლიერი ახალი დარტყმები დაიწყება. მოლაპარაკებები შუამავლების დახმარებით მიმდინარეობს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცდელობები კონფლიქტის მოსაგვარებლად პროგრესს განიცდის. გამოცემა აქსიოსი წერს, რომ შეერთებული შტატები და ირანი ომანის თანხმობით, რომელიც ჰორმუზის სრუტის ნაწილს აკონტროლებს, დროებითი შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან, თუმცა ირანი აცხადებს, რომ პროცესს გადადებს, სანამ ვაშინგტონი თეირანის მიმართ მუქარებს განაგრძობს. მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს, კარგად მიდის. თუ ასე იქნება, სრუტე გაიხსნება, მაგრამ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. სრუტეს, რომელიც ახლა რეალურად ნაწილობრივაა გახსნილი, მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ ბლოკადის გზით. თუ ისინი ისევ უკან დაიხევენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ. მათ ეს იციან და ესმით. ამჟამად ნავთობის სრუტეების გავლით გადის, ასე რომ სრუტეები ღიაა. მიუხედავად ამისა, ომანსა და ირანს შორის მიმდინარეობს საუბარი და მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ მეტი გემის უსაფრთხო გავლა იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში. პარალელურად მივდივართ დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისკენ. საკმარისია იმის თქმა, რომ ამ მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.
შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის ვერტფრენთან დაკავშირებულ ინციდენტს იძიებს. სააგენტო როიტერსის ცნობით, გუშინ პრეზიდენტის ვერტფრენი თეთრი სახლიდან აფრინდა, თუმცა ვაშინგტონის აეროპორტის სადისპეჩერომ არ შეაჩერა კომერციული რეისები. ეს კი გათვალისწინებული იყო ახალი პროტოკოლით, რომელიც შარშა მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ამოქმედდა გასული წლის იანვარში მდინარე პოტომაკის თავზე ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტფრენი შეეჯახნენ, შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ახალი პროტოკოლის მიხედვით დადგენილია მანძილი, რომელიც საჰაერო ხომალდებს შორის უნდა იყოს დაცული, როდესაც გუშინ პრეზიდენტის ვერტფრენი აფრინდა, ამავე დროს აეროპორტი დატოვა სამგზავრო თვითმფრინავმაც და მათ შორის წესებით დადგენილი დისტანცია ჰაერში დაცული არ იყო. შემთხვევა საფრთხის შემცველი არ ყოფილა, თუმცა ავიაციო ადმინისტრაციამ მოკვლევა მაინც დაიწყო. გვატემალაში ვულკანი ფუეგო ამოიფრქვა და უსაფრთხოების მიზნით მთის ფერდობზე მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ფუეგო დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე აქტიური ვულკანია. გვატემალის ხელისუფლების განცხადებით, კრატერიდან გადმოსული ვულკანური ფერფლისა და ცხელი მასის აქტიურობასა და მიმართულებებს 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია განგაშის ნარინჯისფერი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ამოფრქვევის პროცესი გაძლიერდეს. ვულკანთან ახლოს მდებარე დასახლებებში სასწავლო პროცესიც შეწყდა. ვულკანი ფუეგო ქალაქ ანტიგუადან 16 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. და ბოლოს ლეგენდარული მსახიობი ჯეკი ჩანი ბაქოში იმყოფება. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში ახალი ფილმის ღმერთის ჯავშანი 4-ის რამდენიმე სცენის გადაღებაა დაგეგმილი. რამდენხანს დარჩება ჯეკი ჩანი ბაქოში უცნობია, მისი ახალი ფილმი კინოეკრანებზე 2027 წელს გამოვა.